მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა რომ ასეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ. სად მიდის თქვენი ურთიერთობა, რა იყო, როგორ არის ეხლა და სამომავლოდ რა შეიძლება იყოს და ავიღებ ეხლა ანუ ჩვენ საყვარელ კითხვებს, ხო? ანუ ფიქრები, გრძნობები, გმედებები, ხო? და განვიხილავ ორივე მხარეს. ეს იქნება ერთგვარი სიგნიფიკაციაც და ნუ მიხვდებით რა ამაგით და ისევ მინდა ახალ დასტებზე ვიმუშაო, რაღაც ძალიან მიზიდავენ ეგენია. თან ისე მე მაქვს ეგეთი ჩვეულა, მიყვარს ხოლმე აი ეს გოგოს დასტა, ეს ბიჭის დასტა, რა ვიცი, რაღაც ეგრე მოდის ჩემთან ენერგიები და თვითონ ტაროს ეგრე ლაგდება რა. კარგით, აბა ვნახოთ ეხლა ჩვენ ვკითხოთ ჯერ გოგოს, ანუ გოგო როგორ იყო აი თავიდან, ხო, დაუშვათ როგორ იყო თქვენი ფიქრები, გრძნობები და რას აკეთებთ, ნუ გმედებები. ეხლა რა ხდება? ეს ცოტა ასე დღეს ახალი სუფრა მაქვს, ეგეთ ჩემო მოსწავლე მაჩუგა. მოკლედ შემოსწავლები ძალიან მანებივრებენ. კიდე და რა იქნება? ანუ ისე გოგოსი. Так, ეხლა ბიჭსაც. Так, ბიჭთან ეხლა ისები რომ ამ დასტებზე ისე დასამატებლად დღეს რატომღაც არ ავიღებ სხვა დასტებს, ისევ ეს დასტები დაამატონ რა ერთმანეთს. ანუ, так, ბიჭი, როგორ იყო? ეხლა რა ხდება? და მომავალი ვნახოთ. აქ დაჟე 2. კარგი. და მინდოდა რჩევა რო აგვეღო. так, რჩევა რო აგვეღო, რა საინტერესოდ ვაგდება ეს კარტი, მოკლედ ძალიან საინტერესო. აი, მოდით ეგიდან ავიღოთ ჩვენ ახლა ამ დასტიდან ავიღოთ ჩვენ რჩევა. თქვენი წყვილისთვის რჩევას ავიღებთ, კარგით, აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. თქვენი წყვილისთვის რჩევა მაღალი ძალებისგან. აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. ნუ ჯერ აი ასე უბრალოდ გავარჩევთ, მე ვნახოთ ახლა თუ ცოტა ისეთი კითხვები წამოვა სერიოზული რამე, მე უკვე სერიოზულად გავარჩევთ, ხო? ანუ მაღალი ძალებისგან რჩევა, აი აქ დავდებ. არა ისე შეჯობია აქ. დამეკარგოს. всё. იდო სალსე და მე ვნახოთ. так, დავიწყოთ ახლა ჩვენ. საინტერესო მგონი იქნება. მომზადეთ ყავა. გოგო, როგორ იყო? აი ასე ჯერ დავალაგოთ. რა საინტერესოა, ანუ ნახეთ როგორი იყო თქვენი თავიდან ფიქრები იყო. შეიძლება რა არის, იცით, აი დაუშვოთ ახლა ეს ადამიანი რო შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, ხო? რაღაც მეუღებლობა გქონდათ, იმიტომ რომ რაღაც ან სხვაობა იყო თქვენში, აქ ნებისმიერი სხვაობა შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ. იმიტომ რომ ნახეთ აქ ეს ადამიანი, ეს შავთმიანი ბიჭი, ესეთ რთვი, ანუ ძალიან განსხვავებული იყო და ამიტომ შეიძლება თქვენს ფიქრობდეთ, რომ რაღაც ძალიან სხვანაირები ვარ, სხვანაირი აზრების შეიძლება, ხო, სხვანაირი შეხედულების, სხვანაირი საერთოდ რა, აი სხვანაირები ვართ, რომ დაინახეთ ეს ადამიანი რა, აქ სხვაობა ასაკობრივსაც არ გამოვრიცხავ, ყველანაირის, აი რაღაც თითქოს ეს თქვენთვის შეიძლება ეს ურთიერთობა იყო როგორც ან დაჟე ახალი, რომ არც გიფიქრიათ რა ეგეთი. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ხა ორიანი ხმალების არის ესეთ ენერგია, როცა ანუ ახალია და არ ვიცი როგორ მივიღო, რატომ არის ეს ჩემს, ნუ აი ეგეთი მომენტები არის რა. კარგით, ვნახოთ ახლა გრძნობები რა გქონდათ, ნუ მოგეწონათ სხვათა შორის ძალიან ეს ადამიანი, შეიძლება ძალიან ისეთი მოგეჩვენეთ, რომ აი თქვათ სტატუსიანი ან თავისი თქვათ
აზრებით, შეიძლება ძალიან მაღალი იყო, ესეთი ტიპი იყო, ან შეიძლება даже თავის თუ სხვაობა იყო ასაკში, აი დაუშვით უფრო ასაკით, უფრო даже დიდეთ გამოიყურება, ვიდრე იყოს, შეიძლება ეგეთი მომენტი იყო, მაგრამ ზოგადად ეგრევე იფიქრა, შეიძლება ჩემი ქმარი იყოს, იმიტომ რომ გოგოებს აქვს ესეთი მომენტები, რომ ეგრევე ადამიანს დაინახავს და შეხედავს და ეგრევე უკვე всё ააწყო ცხოვრება, ჩემი ქმარი იქნება, ჩემი შვილების მამა, ჩემი ასეთი რაღაცა. ნუ ყოველ შემთხვევაში გრძნობაზე რაც ეხება, ხო გრძნობაზე თქვენ ეხლა რაღაცნაირად მიიღეთ აი ძალიან აი ნუ აქ даже როგორი გრძნობა იცით? ნუ მოგეწონათ, მოდით ასე ვთქვათ, ძალიან მოგეწონათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ კი, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ეგეთი ადამიანის არ ელოდებოდე, даже ეგაც ვეტყვი, რომ შეიძლება დაუშვათ ეხლა ან სხვა რელიგიის იყო ეს ადამიანი, ან სხვა თქვათ ასე, მოდით ნახოთ, აბა რა სხვაობა იყო ესეთი, რომ რა სხვაობა იყო ესეთი. ნუ აქ თითქოს როგორი მომენტი, даже აი რო გითხრათ, რომ თქვენ ახლა ამ ასეთ ადამიანთან გინდოდათ თქვათ ურთიერთობა, აი რა გითხრათ, იცით? თქვენი ფიქრები. შეიძლება ზოგი ვაფშე გაქცევაზეც იყო რა. ან მოულოდნელი იყო, შეიძლება даже ფიქრობდეთ და კითხულობდეთ, რომ ღმერთო, ეს რა არის, იმიტომ რომ ნახეთ აქ მთვარეა და წყარე, ემოციები ბევრი, ეს ემოციები, ხო? და ანუ დამთვარე ფიქრობთ, რომ ეს რაღაცა მოულოდნელი, ეს რა არის, გავიქცე, წავიდე. ანუ ეგეთი არ ყავდათ, მოდით ასე ვთქვათ რა, ეგეთი პიროვნება და თქვენი ქმედება, აი თქვენ შეიძლება ქმედება აქ რა. ანუ ეს იყო როგორი იცით? ანუ შეიძლება კი იფიქრეთ, რომ დაუშვათ აი ღმერთმა გამომიგზავნა, ეს არის ჩემი ბედი, ეგეთი აი ნახეთ, ფართუნა არის საერთოდ როგორი მომენტი ახლა აქ ყოველთვის რო ვთქვათ ჩვენ რომ უიმე ეს როგორ გამიმართლა ცხოვრებაში, კი ზოგი შეიძლება თქვა აქ კიდევაც ეგა რომ ანუ სრულიად მოულოდნელი და даже შეიძლება აქ ზოგი ფიქრობდა რომ დამთავრდა, აი ნახეთ როგორ აი არ ველოდებოდე ეგეთ გრძნობას, გაიგეთ? აი თითქოს და ესეთი ენერგია მოდის რომ არასოდეს არ ყავდათ ეგეთი ადამიანი და შეიძლება კი იფიქროთ რომ ეს ღმერთო ეს რა ანუ ეს როგორ არის მიიღეთ თქვენ როგორც საბედო აი მოდით ასე ვთქვათ იმიტომ რომ შეიძლება გქონდეთ როგორი იცით აი ტრიალება თქვენს თავში ისეთი მომენტი რომ აი გაორებული გაიგეთ აქ ადამიანი გაორებული რა გავაკეთო მივიღო წავიდე რა ვქნა და იმიტომ ფართუნა არის ხან კი ხან არა აი ეგეთი რაღაცნაირად აი როცა ვერ ყალიბდები თავიდან ხო მაგრამ მიიღეთ მე როგორც აი გრძნობებში რომ აი ნუ ჩვენ ახლა ხო არ ვიზახოთ ერთი დღეში რა მოხდა რომ დაინახეთ თუ არა ჩვენ საერთოდ რაღაც პერიოდს რომელიც იყო აი თქვა დღემდე ხო და მე ეს ადამიანი კი გახდა თქვენთვის უკვე მნიშვნელოვანი. ნახოთ ახლა მაგის ბიჭის ახლა ხო მაგისი ფიქრები რა იყო. საინტერესოა, მაგრამ ნახეთ ახლა რა იფიქრა თქვენზე, რომ ძალიან შრომელი გოგო არის, ძალიან ისეთი ანუ აქ даже შეიძლება უფრო შეხედა თქვენზე როგორ იცით აგარ გამოვიწყო შეიძლება რაღაც ან საქმეზე თქვათ საქმიანი სიტუაცია იყო თქვენთან აქ დაგმოიცადეთ აბა ნახეთ ეხლა პრინციპში აი გეტყვით ეს ადამიანი ნახეთ შეიძლება ფიქრობდა ეხ მაინც ვარსკვლავი ხო დინარეები ხო არის აი აქ პენტაკლები შეიძლება ეს ადამიანი დაუშვათ აი როგორ მინდა გადმოგცეთ იმიტომ რომ აქ ესეთი არკანები წამოვიდნენ იმიტომ მაინტერესებდა უფრო მეთქი დავამოწმო ეს რა იმიტომ რომ გრძნობა ეგრევე მოეწონეთ თქვენ კი აი ძალიან ესეთი მაგისის იყო სხვადასხვა ანუ ნახეთ თქვენ რაღაცა მეუღებლობა გქონდათ მაგისი ხო
და ამას პირიქით რაღაცა აი გულში აინდო ცეცხლი, ну აქ ცეცხლი არა, აქ დუზი არის ახლა იმისი რა ქვია, დასების, მაგრამ და მაგას ახლა კი მოუნდა, კი გავრისკავ, გაიგეთ, ანუ მოუნდა თქვენთან ესე იგი გაგრძელება რა, ანუ ეს даже საქმე ხო, ანუ კარები ღია ნახეთ, ანუ ქმედება, კი, მინდა ქმედება, მაგრამ აი პიკ აზრე ნახეთ, თითქოს აი ასეთი მინდოდა თუ ასეთზე ვფიქრობდე, აი მიცადეთ, ნახოთ რა ფიქრები. კი. კი. აი კი, ამაზე ასეთზე ვფიქრობდე. კი, ასეთზე ვფიქრობდი დიდხანს, გაიგეთ? ანუ შეიძლება ოცნებობდე თქვათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ რო დაინახა, აი ეს იყო როგორი მომენტი. კიდე ნახეთ, შეიძლება იფიქრა, რომ ამ გოგოსთან ურთიერთობაში უნდა ვიმუშაო, რაღაცა ჯერ უნდა ჩავდო. გაიგეთ? ჯერ უნდა რომ მოვიპოვო მაგისი გული. აი ეს იყო მისი ფიქრი. იმიტომ რომ აინდო ეგრევე აი ეს გრძნობა რაღაცა ნახათ გაიხსნა და აი აქ არის ნახათ აი თითქოს რაღაცნაირად დათრიალდა რა. აი თითქოს რაღაცა იმპულსი მიიღო მაღალი ძალებისგან და ეგრევე ქონდა ფიქრი რომ მინდა გავაგრძელო ეს ურთიერთობა ან სად მიგვიყვანს ან რა იქნება, გაიგეთ? აი ეგეთი რაღაც მომენტი იყო. ეხლა ვნახოთ ჩვენ, ეხლა რა ხდება? თქვენი ფიქრები, ну გოგოებო რა არის, იცით ეხლა ნახეთ. არც ისე შეიძლება იყოს, როგორც თქვენ გინდოდა. თუ დაუშვათ ეს თქვენი ბიჭი, ან უყვარს თქვათ დალევა, ან უყვარს დროც დარება თქვათ, შეიძლება მეგობრებთან, შეიძლება მარტო, რა ვიცი, რაღაცა. ეს როგორი მომენტი არის, იცით, იყო პერიოდი, როცა თქვენ, ну ეს არ მოგწონთ ახლა. მოდით ასე ვთქვათ რა. მაგრამ ეხლა ნახეთ, ამ წუთში თქვენ როგორ ხართ? შეიძლება მაგამდე თქვენ გქონდათ ისეთი ეს ყველაფერი პერიოდი, რომელიც იყო, ხო? იყო თქვენთვის კარგი. მაგრამ ეხლა არის როგორ? აი თითქოს აღარ მინდა უკვე, რომ ეს გამოვიყვანო მისი პრობლემებიდან, იმიტომ რომ შეიძლება ადრე თქვენ მაგას აკეთებდით. აიგეთ? ეხლა არის კრიზისი. იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით, აი თითქოს ნახეთ, ეს ზის ეს ადამიანი, აქ ბოთლები, რაღაცები, რაღაცა ჭირს მაგ ადამიანს და ეს გოგო ზის წყალში უჭირავს ეს თასი, მაგრამ არ ჩქარობს, რომ წამოვიდეს და ეს თასიც მიაწოდოს. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ უკვე ანუ აღარ მინდა უკვე შენი პრობლემებში დაგეხმარო. კი მზად, კი. ჯერ ახლა მე ვერ ვეტყვი რომ თქვენ ახლა აღარ გიყვარდა რაღაცა, მაგრამ უკვე აკვირდებით, უკვე აღარ ანუ როგორ არის იცი და თითქოს აჩერებთ ამ თქვენ, აი ადრე თუ დაუშვათ ეგრევე გაიქცეოდეთ და დაეხმარებოდეთ, ეხლა უკვე აი შეჩერებული ხართ. გაიგეთ, შეჩერებული ხართ, ანუ თუნდაც ეს ფიქრებში, რომ აღარ ვიცი უკვე მაგას მე რითი შემიძლია კიდე დავეხმარო დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება არც უსმენს. თქვენი გრძნობები, აი გრძნობები გაქვთ ეხლა როგორ, იცით, არეული, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი თითქოს არჩევანი გაქვთ რა, არჩევანი რისი, რომ თან კი გრძნობა გაქვთ, თან ეხლა შეიძლება ფიქრობთ გაუშვა, შეიძლება ფიქრობთ რომ ვიყოთ ერთად, შეიძლება ანუ გრძნობები რო გითხრათ არ არის, ვერ ვეტყვი მაგას, მაგრამ მაინც არის, მოვიდეთ, აბა დავამოწმოთ კიდე ახლა აქ რას უფრო ვეუბნებიან, იმიტომ რომ აქ თითქმის გასაგებია, რომ იმიტომ რომ შეიძლება ეს ყველა ვარიანტში ისეთი ურთიერთობა, ну აქ იყო ახლა ეგრევე ეთყობა, რომ ახალი ძალები როცა ჩარეულია, ეს უკვე რაღაცისთვის, ხო? ეხლა გრძნობები. ხო, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, აი თითქოს არ იცით სად რა ავერჩიო, სად წავიდეთ, სად. აქ რა ენერგია მოდის, იცით, როცა აი თითქოს გოგომ დაიღალა უკვე.
ბევრი ემოციები არის ჩადებული, ბევრი, მაგრამ არის რთული სიტუაცია. კი ბატონო. იმიტომ რომ თქვენ უკვე თითქოს აი მინდა გაქცევა. კი. აქ იცით რა არის, საერთოდ თასები არის ესეთი ენერგია, ნუ აქ ახლა არის უკვე ექვსიანი ხმალების, ხო? აქ თითქოს აი ამომივიდა ყელში რა, რო ვთქვათ. ანუ თუ ეს ადამიანი ვთქვათ, სვამს, თუ ეს ადამიანი ვთქვათ, ნუ არ იცოდით, ხო, ვთქვათ, დაინახეთ. აი ნახეთ, თან თავიდან როგორი მიდიოდა მეუღებლობა, ხო? მაგრამ მაინც ეს ადამიანი შემოვიდა და თქვენ ცხოვრებაში და გახდა ესეთი მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ საბედო თემა იყო. მაგრამ შეიძლება თქვენ აქ რაღაც პერიოდი დაგისრულდეთ, აი სადაც თქვენ დაუშვათ უფრო და უფრო, ну, კარგად ეხლა მეტნაკლებად, იმიტომ რომ ხა როცა ადამიანი მიდის, ეხლა კრიზისული რო არის, ყველა ვარიანტი არის. ყველა ვარიანტი არის, იმიტომ რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი სად მიდის ეს ურთიერთობა, არ ვიცი, აქ ვერ ვიტყვი რომ თქვენ ახლა გრძნობა წაგივიეთ, მაგრამ შეიძლება უკვე ფიქრობთ, თქვათ, ან ერთად უნდა გადავედეთ სხვა ეტაპზე, ან მე უნდა წავიდე. გაიგეთ რა ხდება? შეიძლება ახალი даже ვიღაცას პერსონაჟი აქ გამოუჩნდა. იმიტომ რომ ფიქრებში უკვე თქვენ გინდათ რაღაც აი გასვლა. აი ჩაგიწერთ მე როგორც შეგვპირდით ამ დღეებში რვიანზე ჩემ მოსწავლეებს მეკითხებიან საერთოდ რვიანი გვერდხების რა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ენერგია, მაგრამ აი აქ ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები საყურადღებოდ, აქ მინდა უკვე წასვლა, იმიტომ რომ ნახეთ მე როგორც აგიხსენეთ ზემოთ მიდიან, ხო, ეს ისრები ასე რომ ვთქვათ. კაი, ბიჭები. ეხლა ბიჭი რა ენერგიაში, რა ვიქრებში. так, სადმე პირებში წასვლას თუ რა. ეს ფიქრობს საერთოდ მომავალზე, სხვათა შორის ფიქრობს. იცით რა არის? ან ну, ახლა თქვენ შესახებ ფიქრობთ, ხო? ამ წუთში ეს ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი მიზანდასახული. თქვენ სულ რაღაცას სწავლობთ. თქვენ შეიძლება даже აი ფინანსურადაც იზრდებით რა. თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს რა. და ამას ფიქრობს, რომ ნამდვილად რომ ეს ვითარდება, ეს ანუ სხვანაირი. აქ ხო ხედავთ თქვენ ამას რო უყურებთ, აქ ადამიანს თითქოს აი ну, კიდე რაღა გავაკეთო, კიდე რაღა უთხრა რა, არ იღებს ადამიანი, აი, გაიგეთ, მარტო და ну, ეს ძალიან ესეთი თემა არის რა. ძალიან ღრმად არ წავალ ახლა რა, არ გეწყინოთ, იმიტომ რომ აქ რო დავიწყოთ ჩვენ ამის გარჩევას, ვერ მოურჩებით ხვალამდე. ხო და მაგრამ აი თვითონ ეს ადამიანი ხედავს, შეიძლება აი აქ ნახეთ კიდე რა ხდება. ეს ესეთ მდგომარეობაში თუ არის აი აქ განცდებში, იმიტომ რომ ვერ გეწევათ თქვენ და აქაც შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე მე გავიქეცი და ეს კიდე სადღაც იქ არის რა. თავის ემოციებში რა. ну, ამას ყველაფერი კარგია, ხო, ახლა ურთიერთობასაც უნდა თქვენთან ურთიერთობა, კარგად გრძნობს თქვენთან, აი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს თქვენთან, მაგასთან არის ეს სიყვარული, იმიტომ რომ რა არის, იცით, ახლა აქ გოგო არის უკმაყოფილო იმით, იმიტომ რომ სულიერად თითქოს ვერა რა, აი რაღაც ეგეთი მომენტი და ეს უფრო არის კარგად ახლა რო გითხრათ უბრალოდ ახლა ქმედებაზეც ახლა ფიქრობს რა უნდა იმოქმედოს, კი ბატონო, ფიქრობს, იმიტომ რომ კარგად კი არის, მაგრამ ახლა ხო ხდება, ესაც ხდები შენ ვაფშე რა ხდება გოგოს გულში? კი, ხდება რომ რაღაცა შეიცვალა, ხდება. ხდება რომ რაღაცა შეიცვალა და ხდება რომ უნდა შევცვალო ჩემი მიდგომა და მე უნდა ვიმოქმედო. იმიტომ რომ იყო როგორიც გაყინულებით რა. აი ეგეთი თემა თითქოს თვითონ არაფერი მეეხება მე და ეხლა ხდება რომ უნდა ვიმოქმედო მეც, იმიტომ რომ აქ აი კარგად არის, კომფორტულად გრძნობს თავს ეგ თქვენთან, გაიგეთ, გადასარევად რა, მოსწონს შეიძლება თქვენ რა ვიცი მე. რატომღაც ისე მოდის, ვაფშე თქვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს ეს ადამიანი და ეხლა ფიქრობს რომ უნდა ვიმოქმედო, შეიძლება აი ეგეთი რამე, იმიტომ რომ
აქ ხო გითხარით ეგრევე რაღაცა ის სხვაობა იგრძნობა. კარგით. ნახოთ სამომავლოდ საერთოდ რა ელოდება ამ წყვილს, ხო? თქვენი ფიქრები ცოტა რაღაცა უკვე ცივი გონება თქვენ ან ჩართეთ უკვე, ან ჩართავთ აუცილებლად, იმიტომ რომ რა არის, იცით, აქ ახლა აი ესეთ ეს კრიზისული სიტუაცია, როგორი მომენტია, თუ არ გამოვიდა ამ სიტუაციიდან, ხო? თქვენ უკვე ფიქრობთ, რომ მე უნდა წავიდე, რომ ეგაც ძალიან კარგად ხდება, რომ თქვენ ვითარდებით. ანუ წყვილში ახლა ეგა გინდა ეზოტერიკულად აიღე, გინდა ფსიქოლოგიურად აიღე, როცა წყვილში ხდება ის მომენტი, რომ ერთი ვითარდება და მეორე დგას ერთ ადგილზე, როგორც აი აქ ხდება, ხო? ადრე თუ გვიან ერთ-ერთი პარტნიორი მერე მოიფიქრებს წასვლაზე რა. იმიტომ რომ უკვე ვეღარა რა, ახლა როდემდე თქვათ, ახლა აქ უკვე დგას და თუ დაუშვოთ შეიძლება ადრე აწოდებდა მაგას რაღაც ემოციებს, ახლა უკვე აღარ იცის რა ემოციები მიაწოდეს, იმიტომ რომ უნდა გამოვიდეს რა ეს ადამიანი თითქოს იღვიძებს, გაიგეთ? ანუ გრძნობები, აი თუ ადრე და შეიძლება არც აქცევდა ყურადღებას ბევრ ამის, ახლა უკვე თითქოს გავიღვიძე, გაიგეთ? აი ეგეთი რაღაც მომენტი არის და აი აქ უკვე ნახეთ ხმალების დედოფალში ხარ თქვენ, ანუ სამომავლოდ უკვე თქვენ ცივი გონებით უკვე უყურებთ ამ ურთიერთობას, ცივი გონებით. გრძნობებზე უკვე დაღლილობა, ხო ქმედებაც არის რა. გოგოებო, ახლა რა არის, იცით, თუ აი ეს აი ასე გააგრძელდება, ხო? თქვენ მიიღებთ მაგ გადაწყვეტილებას, რომ მე უკვე აი ეს თვირთვით უკვე ხდება ეს ურთიერთობა თქვენთვის რა. იმიტომ რომ თქვენ ადამიანი ხართ, რომელსაც უნდა წინსვლა, რომელიც მიდის წინ, რომელიც უკვე აი აქ თითქოს ილუზიებიდან გამოსვლა მინდა უკვე, გაიგეთ, მინდა რაღაცა, აი თითქოს როგორ არის, იცით, აი ძალიან მიყვარს ეს ნათქვამი კახიკავსაც, რომ სიყვარული მანამდე იქნება, სანამდე ჩვენ ერთმანეთს ვერ დავინახავთ. როცა დავინახავთ, მერე იწყება ეს ყველაფერი, აი ჩხუბებიც და რაღაცებიც. ანუ როცა დაინახავ, უკვე აი თითქოს გაიღვიძე ილუზიებიდან გამოდიხარ რა, იმიტომ რომ თავიდან ახლა აქ რო იყო ეს ადამიანი რა, შეიძლება იყოს კარგი სხვანაირად უყურებდა რა, ანუ ვერ ხედავდა ბევრს, რაც კი ხდებოდა. ეხლა თითქოს გამოფხიზლდა, გაიგეთ? და უკვე ამ ასეთი ურთიერთობის თრევა უკვე აღარ უნდა, გაიგეთ, და შეიძლება დაასრულოს რა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ როდემდე უნდა ვიყო, ეხლა დაუშვოთ მე ასეთ, იმიტომ რომ ის უკვე შეიძლება ვერ იღებთ თქვენ იმას, რაც დაუშვოთ აძლევთ, იმიტომ რომ ბიჭი ნახეთ რა კომფორტში ყავთ თქვენ რა. ბიჭის აი გულის ნახე იმედგაცრუება ექნება რა, ძალიან დიდი განცდები, იმიტომ რომ პრინციპში ნახეთ ახლა თქვენ ხართ აი ესეთ მდგომარეობაში, რომ ნერვიულობთ და უკვე აღარ იცით რა ახლა ესეც სამაში ჩავარდება, რა თუ ჩავარდები, აბა მაინტერესებს ახლა შენ ასეთ განცდებში. ეხლა რა თქმა უნდა 5-იანიდან გადმოვარდნა, მე 10-იანიდან გადმოვარდა მე 5 ენერგიაში, ეს ახლა ფიქრებში რა, ფიქრობს რომ კარგავს მე. კარგავს. ანუ თავის იცით რა არის, პრინციპში ანუ იცით რა არის, და შეიძლება თქვათ ისეთი მომენტი, რომ აქ ადამიანი ხდება ძალიან კარგად, რომ ხდება უსამართლობა. იმიტომ რომ აქ არის დარღვევა ყველა ვარიანტში მიმოცემის ენერგიის რა, მიმოცვლის რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან იცით რას ფიქრობს? მე ვკარგავ ჩემს კომფორტს. მაგრამ იმასაც ძალიან კარგად ხდება, რომ როგორც მამაკაცი, აი აქ არაფერს არ დებდა. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ პენტაკლების მეფე არის და პენტაკლების მეფე ეს არის, როცა ეს უფრო მატერიალური მონაწილეობა მამაკაცის ურთიერთობაში. მაგრამ ეს უფრო ეთყობა იღებდა, კარგად ვიყავი, კომფორტულად იყავი ყველაფერი ჩემთვის იყო და აი თითქოს ხდება, რომ აი უსამართლობა არის ეს ყველაფერი და ამით რა მინდა თქვათ, რომ ხდება, აი ასე ვთქვათ, ხდება, რომ არასწორად იქცეოდა.
გრძნობებზე, ну, აქ სხვათა შორის შეიძლება მაქსიმალურად, ანუ არ კარგავს იმედს, ნამდვილად არ დაკარგავს იმედს და ფიქრობს, რომ სამომავლოდ მე შევძლებ, ნახეთ, მე შევძლებ მაგის გულის მოპოვებას. აქ ქმედება ერთობა, გაიგეთ რა ხდება? აქ იცვლება, ეს ხდება, რომ აქ უნდა შევცვალო რაღაცა უკვე, დრო მოვიდა და აქ ახლა საერთოდ იცით როგორ რომ მიხვდება, აი აქ მიხვდება ეს ადამიანი, რომ უსამართლობა, მე ვარ კომფორტში და ამ კომფორტის დაკარგვა ვის უნდა, ხო? ამიტომ უნდა მოვიპოვო ამ გოგოს გული, იმიტომ რომ თქვენ აქ უკვე ცოტა ცივადაც მოიქცევით, გაიგეთ, აი თითქოს დასრულებას. ეს მიხვდება, კაი ინტუიცია აქ ეთქობა, ამას კი არა, მოხახმალების მეფეა, ხო? და ქმედება პრინციპში ქმედება ну აქ როგორი ქმედება, იცით, ეს ადამიანი რაღაც დეპრესიაში ვარდება რა, აი მაგისი ქმედება. იმიტომ რომ ну თასების მეფე ეს არის ემოცია. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, რომ არ გაჩვენებს თქვენ ამ ემოციას, მაგრამ გრძნობაზე აქ მაგას ის რომ თქვენს მიმართ. თქვენ გოგო გაემარჯვა თუ რა ერთი მაჩვენე. იცით რა არის აქ კიდე შეიძლება, ანუ არა. თქვენ სჭირდებით მაგას და ყველანაირად შეეცდება მაქსიმალურად რომ თქვენ გაგაჩეროს რა, ანუ არ მიმატოვო ესეთი თემა არის, იმიტომ რომ აქ მაგისი ქმედება, აი ეს არის რა, რომ დაიწყებს ნერვიულობას, დაიწყებს იმას, რომ რა დალევას მაგარი. ну ვნახოთ რა ვიცი, შეიძლება პირიქით გაიღვიძოს, აი აქ ნახეთ დაფიქრდება და მიხვდება, რომ ეს არის ისეთი ვარსკვლავი და ისეთი გოგო, რომ აი რა ვიცი რა, ახლა მაგისი თუ მინდა რომ ჩემი იყოს, უნდა მაგრად ვიმოქმედოთ, რომ მაგასთან ვარ მე ბედნიერი და ამიტომ ახლა არ გამოვრიცხავ, ნამდვილად ამაში აინთება რაღაც ეს მამაკაცური ენერგიები, რომელიც ახლა ნუ აქაც ხო გვაჩვენეს და შევხედოთ რა ვიცი, აბა ნახეთ, აბა რა რჩება. ну ჯერჯერობით ახლა რჩება თქვენი წვილისთვის არის, რომ ჯერ არ გააკეთოთ არჩევანი. ну ჯერ ცოტა ხანი დაფიქრდეთ, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ამავე დროს, რომ აქ ახლა უფრო არჩევანის არკანია, გაიგეთ, უფრო არჩევანს აჩვენებს ეს. ხო, აი წასვლაზე, ხო? ხო, ჯერ დაფიქრდით, კი ბატონო, და შანსი კიდე მიეცეთ. კი. მიეცეთ კიდე მაგას შანსი, იმიტომ რომ კაი რამე შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ უბრალოდ რა არის, იცით, ეს სიტუაცია არის როგორ იცით, ალბათ ამისთვის ბიძგი, იმიტომ რომ ნამეტნავად კარგად ყავდათ ეს ადამიანი თქვენ, აქ თვითონაც მაგას ამბობს რა, ძალიან კომფორტში ყავდათ ეს ადამიანი და ეს რო უკვე ამოგივიდეთ ყელში თქვენ ახლა უკვე რო და ეს რო იგრძნობს, რომ ალბათ წავა ეს ჩემი ცხოვრებიდან და ესეთი კომფორტის დაკარგვა არ უნდა მაგას, გაიგეთ? ანუ თითქოს თვითონ აქ არის რიცით რა, აი თითქოს ბედი თვითონ ერევა, ანუ მაღალი ძალები, მოდით ასე ვთქვათ, რაღაც ძალა ერევა და აიძულებს ამას იმოქმედოს, იმიტომ რომ არ უნდა დაკარგვა ამ ურთიერთობის, გაიგეთ? და ეს თქვენი სიცივე და ეს რო აი აქ მინდა უკვე მძიმეა ჩემთვის ეს, ანუ მიხვდება ეს, აი ეს ყველაფერი პრინციპში მე რთავს ამას იმ ენერგიებს, რომ უნდა ვიმოქმედო, კაცი ვარ თუ ვინა ვარ, ხო? იმიტომ რომ აქ იმენა იღებდა ეს ადამიანი, ეთყობა და თქვენ ახლა ვითარდებით, ძალიან კარგად იცის, რომ ეგ შეიძლება თქვენ ვაფშე, ანუ უფრო მეტი გინდათ, ვიდრე ეს გაძლევს და ამერე შეიძლება ვაფშე საერთოდ უთხრათ, რომ მე მივდივარ, მაგრამ კარტე გვეუბნება, რომ ცოტა ხანი აცადეთ, ჯერ აცადე, მიეცეს შანსი, ნახეთ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს ძალიან კაი სიტუაციაში. ჯერ დაფიქრდეთ, ჯერ ცოტა ხანი გაჩერდეთ.
ცოტა ხანი გაჩერდეთ, დაფიქრდეთ რა. კი, ძალიან ეხლა ხართ, უკვე ზოგი ეხლა მართლა ნერვები უკვე აღარ აქვს არავის, მაგრამ შეიცვლება, ნახეთ აქაც შეიცვლება სიტუაცია. გამოხვალთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიოდი ქონდა თქვენ ისეთი, როცა მართლა ისე რა ქვია, არ ქონდათ ტყობა ეს ენერგიის მიმოწვლა წესიერი, ხო? კი. всё. всё, ჩემო ლამაზებო ინფორმაცია მიიღეთ. კომენტარებში რა თქმა უნდა მომწერეთ თქვენი სიტუაცია, რა სიტუაცია არის აქ და რამდენად რეზონირდებათ, იმიტომ რომ ნუ საინტერესო თემა არის, მაგრამ აქ ვფიქრობ გაღვიძება არის რა, იმიტომ რომ ეს ამან რო დაგინახათ, ნახეთ, ანუ მინდა ეს ურთიერთობა ხანძლივი, ანუ აქ არ იყო რომ თქვა ადამიანმა დაგინახა და ეგრევე თქვა რომ აი მოდი გავერთობი და всё, არა. და ალბათ ურთიერთობაც დიდი ხანი არის ეს ურთიერთობა, რაღაც ეგეთი თემა არის რა. იმიტომ რომ აი თითქოს როცა ადამიანი იცნობს რომ ჩემია, აი ჩემია, რაღაც ეგეთი თემა არის რა. რაზეც მე ვთქვათ, ახლა ფიქრობდი დიდი ხანი. აი ეგეთი რამე. კარგით გაგოცეთ ბევრი, მიყვარხართ ძალიან და მადლობა რომ ჩემთან ხარ და რა თქმა უნდა ყველაფერი თქვენთვის მინდა რომ კარგი იყოს.